80 დღეზე მეტია, რაც საქართველოში ამ ყველაფერთან ერთად, მათ შორის თბილისშიც მიდის უწყვეტი აქციები პარლამენტთან, საზოგადოებრივ მაუწყებელთან და მაქსიმალურად ცდილობს არალეგიტიმური ხელისუფლება ეს პროტესტი ჩაახშოს. ეს იქნება მუქარა, შანტაჟი, ჯარიმების გამოწერა თუ ასე შემდეგ. სტუდენტური ზალის მიზანი არის ის ხელოვნურად შექმნილი ვაკუუმი, რაც არა ახალი არის, ეს არ ახალი არის, დაარღვიოს რეგიონებში, რადგან წლების განმავლობაში ეს ინფორმაციული მიმოცვლა უფრო და უფრო მცირდებოდა სტუდენტებს შორის მით უმეტეს. და ამ ვაკუუმის ჩამოყალიბებას ასევე ხელს უწყობდა ის პროპაგანდა, რასაც ავრცელებს ქართული ოცნება. ჩვენი მიზანი არის ამ ვაკუუმის დარღვევა, უფრო ფართო მასშტაბიანი ქსელის ჩამოყალიბება სტუდენტებს შორის, რაც რა თქმა უნდა უფრო მეტად გააძლიერებს სტუდენტურ ერთიანობას და უფრო ახლოს მიგვიყვანს ჩვენ საბოლოო მიზნამდე, რაც არის ახალი არჩევნები და მათ შორის პოლიტიკური ტყვეების განთავისუფლება. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შევხვდით, ასევე აქტიურ ჯგუფებს შევხვდით, მოვისურვეთ მათი პრობლემები და ჩამოგვიყალიბდა ესე რომ ვთქვათ ერთგვარი ურთიერთობა. იმ მხრივ საბოლოო ჯამში ის მიზანი, რაც ორივე მხარეს გვაერთიანებდა, ურთიერთობის ჩამოყალიბების ხარჯზე უფრო მეტად მძლავრი გამხდარი იყო. ამ შემდეგ ჩვენ მივაღწიეთ და დღესაც ასევე ვაპირებთ, რომ ეს კამპანია გაგრძელდეს, სხვადასხვა ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ, რაც რა თქმა უნდა იქნება პირველ რიგში მიზანმიმართული იმისკენა, როგორც სტუდენტი უფრო მეტად თვითყოფადი იყოს საზოგადოებაში და კითხვა, რაც საზოგადოებაში ჩასვლად არიან სტუდენტები, უფრო მეტად კაფიო გახდეს ამ ყველაფერზე პასუხი. ჩვენი განვითარება წუდეგრებით და თუ თავიდან ჩვენ მხოლოდ ჩვენ ვიყავით შესულებით ესეუს პირველ კორპუსში, დღეს უკვე ხედავთ 10-მდე უნივერსიტეტს. და ეს რიცხვი და სტუდენტების ჩართობა დღე-დღე უფრო და უფრო იზრდება. და სტუდენტები მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავანახოთ ანალოგიური პროგრესიას დაანახა სერბეთშნაც სტუდენტობამ, მოსახლეობას რამდენი დიდი ძალა აქვს სტუდენტს. ანალოგიური რა თქმა უნდა მიზანი გვაქვს ჩვენს, რომ სტუდენტები ვიყოთ ის ძალა, რომელიც ამ ქვეყანას მომავალს დაიცავს ბოლომდე. მე ვარ ქართველი ვაჟისა და მე ვარ ევროპელი, ეს დაფიქსირდა უკვე ეს სიტყვები და ჩვენ უბრალოდ ჩვენი მოვალეობა რომ ეს სიტყვები ქმედებებით გავამტკიცოთ. ჩვენი ამ კულტურით, ჩვენი ამ ქცევით, ჩვენი ამ პროტესტით, რაც საბოლოო ჯამში იმისდამდე მიგვიყვანს, რომ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა.